გლეხებსაც და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს. უბრალოდ სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც უბრალოდ მათი არჩევანი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რეალური დამოუკიდებლობა თუ რამე სხვა ოჯახში. ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ თუ არ იქნა მოლაპარაკებები გამართული უმაღლეს დონეზე და თუ არ წამოვიდა, ისე ვთქვათ, გზავნილები უმაღლესი დონიდან, ვერც ერთი სხვა შეხვედრა იმ ტიპის, როგორიც არის აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა, გლობალურად პრინციპულად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც არის რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ის მცირე გამონათებები, რომელიც არის და რომელიც პოზიტიურია, თუნდაც ბაზრის გახსნა ან თუნდაც თქვათ ფრენის აღდგენა, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ესეც არ არის სტაბილური, იმიტომ რომ თუ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა, ხვალ შეიძლება ეს მიღწეული შედეგებიც პრაქტიკულად განულდეს და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი მოლაპარაკებები, რის გარეშეც ვერაფრის მიღწევა ვერ მოხერხდება. კარასინი აბაშიძის ფორმატი და დღევანდელი დღე, ასე ვიტყოდი, არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთი დღე დავკარგეთ, მაშინ როდესაც ახლა მთელი ქვეყანა უნდა მუშაობდეს როგორმე იმ პრობლემის მოგვარებაზე, რასაც ვთქვათ, ეხლა ჩვენ აფხაზეთში ვაწყდებით, ამის ნაცვლად ჩვენ გვესმის უფლებამოსილი პირებისაგან განცხადებები, რომ ჩვენ ახლა მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო თანამეგობრობა მიიღებს ადეკვატურ ზომებს. მაინტერესებს, რა არის ეს ადეკვატური ზომები, როგორ წარმოუდგენიათ და მათი აზრით რუსეთი როგორ უპასუხებს ამ ადეკვატურ ზომებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ, მე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ გვითხრა სპურჯანაძემ რეცეპტი. დიახ, მე არაერთხელ მithქვამს რა არის ამის რეცეპტი. უბრალოდ ეს არის პირდაპირი მოლაპარაკება, ეს არის პოლიტიკის ცოდნა, ეს არის გამბედაობა, რომელიც ამ ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს. მე ნამდვილად ვიცი, როგორ შეიძლება რუსულ-ქართული ურთიერთობის მოგვარება და შესაბამისად აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემაში ელემენტარულად შანსის გაჩენა, რომ ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს. წუხვა რომ მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ დღევანდელ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც ყველა თავის ნაბიჯზე იყურება უკან, რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე საელჩოსაკენ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყანა და საელჩო ჩრდილოეთშია განლაგებული, სამხრეთში, აღმოსავლეთში თუ დასავლეთში, ეს ხელისუფლება ვერასოდეს საკუთარ ხალხს პრობლემებს ვერ მოუგვარებს და ბოლომდე ვერ მოემსახურება.